კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოზიტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავა ვარ. ქვეყანა ისტორიული სხდომის მოლოდინშია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 142 კათოლიკოს პატრიარქს აირჩევენ. კრება 13 საათზე დაიწყება. წმინდა სინოდის წევრებმა არჩევანი 3 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. კანდიდატებად სინოდმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაგისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, უბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი წარადგინა. როგორ ემზადებიან სამების საკათედრო ტაძარში ახალი პატრიარქის არჩევისთვის. პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა ნინო სალუქვაძე გვერდდება. ნინო გისმით. გადი დიახ, სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებული კრების ჩასატარებლად უკვე ყველაფერი მზად არის. სულ რამდენიმე საათში რიგით 142 კათოლიკოს პატრიარქს აირჩევენ. როგორც ჩვენ უკვე აღნიშნე, პატრიარქობის კანდიდატები არიან სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფეშიო, მროველურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. რაც შეეხება კენჭისყრის პროცესს, იგივე პრინციპით ჩატარდება, როგორც წინა სხდომაზე, პატრიარქად არჩეული იქნება, ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა ნახევარზე მეც, ანუ 20 ხმას აიღებს. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კანდიდატი ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს 20 ხმას, ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება და განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელსაც პირველი კენჭისყრიდან გამომდინარე ექნება ყველაზე მეტი ხმა. რაც შეეხება სხდომას, დღევანდელი სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცემა, გარკვეული ნაწილი იქნება დახურული, კენჭისყრის პროცესი და შედეგების გამოცხადება გადაიცემა პირდაპირ ეთერში, ხოლო ხმების დათვლა იქნება უკვე დახურული. დღევანდელ სხდომას გაფართოებულ კრებას დაესწრება სინოდის წევრები, ასევე სხვადასხვა ეპარქიების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ჯამში 1200 დელეგატი. დღევანდელ სხდომაზე ასევე იქნება სიტყვით გამოსვლები, პატრიარქობის კანდიდატები გამოვლენ სიტყვით, ასევე სხვადასხვა ეპარქიების წარმომადგენლები და შედეგები დღესვე იქნება ცნობილი, რომელსაც გამოაცხადებს მეუფე ანანია, რომელიც არის ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე. რაც შეეხება სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შემოსვლა, კენჭისყრის პროცესში ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქ შემოსვლა, ხოლო უშუალოდ კრებაზე დასწრება არის სპეციალური სიები. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები. უდაოდ ისტორიული დღე გვაქვს და ეპოქალური მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში, ეკლესიისა და საზოგადოების. ვირჩევთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. მოლოდინებზე რა მოგახსენოთ, არის 3 კანდიდატი და დავითავს 3-ვე მოსალოდნელია, რომ გახდეს კათოლიკოს პატრიარქი. ამას გადაწყვეტს სხდომა და შედეგი არჩევნებისა. წარმოდგენილი კანდიდატები 3-ვე არის ერთგული ეკლესიისა და ქვეყნისა. დელეგატების რაოდენობა დააზუსტებით იქნება 1200-მდე. ზუსტად არის განსაზღვრული, ვინ მოხვდება სამების ტაძარში. ეზოში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, რომ მობრძანდეს. სიტყვით გამოსვლის საშუალება ექნებათ, რა თქმა უნდა, საპატრიარქო კანდიდატებს. 5 წუთს ითვალისწინებს რეგლამენტი. ასევე სიტყვით შეუძლიათ გამოვიდნენ დელეგატები, თითო დელეგატი შესაბამისი ეპარქიიდან. კენჭისყრის პროცედურა იქნება ანალოგიური, როგორიც იყო წინა სინოდის დროს, როდესაც გამოირჩიეს 3 კანდიდატურა. განსხვავება ერთადერთი ის არის, რომ ბიულეტენებზე ამ შემთხვევაში დატანილი იქნება კანდიდატების სახელები და იქნება შემოსახაზი. რაც შეეხება ინტრონიზაციის თარიღს, შევიტყობთ არჩევნების შემდეგ. მაშინ ასე სულ რამდენიმე საათი დარჩა რიგით 142 კათოლიკოს პატრიარქის არჩევამდე. რაც შეეხება ინტრონიზაციის გადაწყვეტილება დღესვე გამოცხადდება, რომელსაც უკვე გამორჩეული პატრიარქი გამოაცხადებს. მადლობა ნინო, ეს ნინო სალუქვაძე იყო. პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით დროებით 18 საათამდე შეიზღუდა. საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით. ნაწილობრივ შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა ბუხაიძის ქუჩაზე. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის. საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა ახვლედიანის მოედანსა და ახვლედიანის აღმართზე, ასევე ნიაბის ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით. მეტროსადგურ ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე
ხაზზე მოეწყო საავტომობილო მოძრაობა შეიწყო გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით საპარკინგე სივრცე მოიწყო ახვლედიანის მოედანზე და ხეთაგუროვის ქუჩაზე, საიდანაც სამების ტაძრისკენ გადაადგილება შესაძლებელია სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსების საშუალებით ან ფეხით ახვლედიანის ქუჩით. ასევე მეტრო სადგურ ავლაბრის ტერიტორიიდან ფეხით გონაშვილის ქუჩის გავლით. პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შალვა პაპუაშვილი ბრატისლავაში დღეს სლოვაკ კოლეგას შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ჩვენი ქვეყნის პირველი კანონმდებლის ვიზიტს ჩემი კოლეგა სალომე გობრონიძე აშუქებს, ის პირდაპირ ეთერში გვერდდება და უფრო მეტ დეტალს გვეტყვის. სალომე, გისმენთ. Ზუსტად 1 საათში დაიწყება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პერისპერი მაღალი დონის შეხვედრა სლოვაკ კოლეგასთან, სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან და გეტყვით, რომ შალვა პაპუაშვილის ეს ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისტორიაში არის პირველი ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში და ბუნებრივია, ორი მეგობარი სახელმწიფოს პარლამენტის ხელმძღვანელებს ბევრი აქვს სასაუბრო და ვრცელია იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელზეც შეხვედრაზე გამახვილდება ყურადღება, მათ შორის ოფიციალური ბრატისლავას მხრიდან ქართული სახელმწიფოს მიმართ მეგობრული პოლიტიკა დიდი ხანია. ცნობილია, სლოვაკეთი არის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში საქართველოს დიდი მხარდამჭერია და შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ის უსამართლო დამოკიდებულებებიც, რომელიც ევროკავშირში ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებას საქართველოსთან მიმართებით აქვს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბრიუსელში მიმდინარე ამ აგრესიული რიტორიკის ფონზე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრებმა ევროკავშირში შეძლონ სხვადასხვა განხილვებში საღი აზრის შეტანა. გარდა ამისა, ორი ქვეყნის საქართველოსა და სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარები იმსჯელებენ იმ კონკრეტულ გზებზეც, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს კავშირები ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის, მათ შორის დარგობრივ დონეზე და როგორც ქართული საპარლამენტო დელეგაციის წევრები ამბობენ, ქართული მხარისთვის განსაკუთრებით საინტერესოა სლოვაკეთის მასშტაბური განათლების რეფორმა და ამ რეფორმის გამოცდილების გაზიარება. ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების კუთხით ეს ვიზიტი და მნიშვნელოვანია, რომ მოკლედ, თუმცა საკმაოდ დატვირთული იქნება ეს ვიზიტი. ჩვენ გვექნება შეხვედრები სხვადასხვა მიმართულებით, ერთ-ერთი აქცენტი გაკეთდება განათლების მიმართულებით. სულ ცოტა ხნის წინ სლოვაკეთმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეფორმა განახორციელა ამ კუთხით და მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება. ასევე მნიშვნელოვანია და საზოგადოებას ახსოვს სლოვაკეთის ის მყარი მხარდაჭერა, რომელსაც ყოველთვის გრძნობთ, სხვადასხვა რეზოლუციების კუთხით იქნება თუ სანქციების არ დაშვების კუთხით, შესაბამისად ეს აქცენტიც ექნება ჩვენს ვიზიტებს და ორმხრივ შეხვედრებს. სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთმეგობრობა თანამშრომლობის პრინციპზეა დაფუძნებული. სლოვაკეთი ყოველთვის უჭერდა მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. ეს ვიზიტი არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ჩვენ გვექნება შეხვედრები, რა თქმა უნდა, ისეთ მნიშვნელოვანი საკითხებზე, როგორც არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კურსი, ეკონომიკა, ბიზნესი, კულტურა, განათლება. ძალიან საინტერესო შეხვედრებს ველოდებით, რადგან ეს პატარა ქვეყანაა, ჩვენი ქვეყანასავით და მათ უკვე დიდი გამოცდილება მიიღეს ევროკავშირში ცხოვრების და მიიღეს პრაქტიკა აქაური კანონებით, როგორ უნდა იმუშაო და ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ამ გამოცდილების გაზიარება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და სლოვაკ კოლეგას შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პარლამენტის ხელმძღვანელი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ და ბუნებრივია, მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის სპიკერის გზავნილების შესახებ უფრო მეტ სწორედ ამ განცხადების შემდეგ გავიგებთ. მადლობა სალომე გობრონიძე საუბრობდა სლოვაკეთიდან პირდაპირ ეთერში. პარლამენტის თავმჯდომარე მედიისთვის კიდევ ერთხელ განმარტა ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელებული მიმართვის მთავარი გზავნილები. ქვეყნის პირველი კანონმდებლის განცხადებით წერილის სიღრმისეული ანალიზი პირველ რიგში თავად ევროკავშირს და შემდეგ საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებს გამოადგება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს აგრესიული რიტორიკა, რაც თავად ევროკავშირის იდეას ეწინააღმდეგება. შეგახსენებთ, 9 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს წერილით მიმართა, სადაც საუბარი იყო ევროპულ ღირებულებებსა და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებისთვის უნდა გადაიდგას. ჩემი რჩევა იქნება, რომ გულმოდგინე წაიკითხონ ეს წერილი და გაიაზრონ
და მიიღონ იქ რაც წერია. ეს უპირველეს ყოვლისა გამოადგება თავად ევროკავშირს და გამოადგება ჩვენ ორქრივ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანი არის რომ ბრიუსელის მხრიდან შეწყდეს აგრესიული რიტორიკა, ეს არანაირად არ ჯდება იმ იდეალებში, რომელსაც ევროკავშირი უნდა ემსახურებოდეს, უნდა შეწყდეს მავნე პოლიტიკა, რომელიც უკანას დგას პოლიტიკური დღის წესრიგი, ესეც ეწინააღმდეგება შუმანის დეკლარაციის იდეებს და უნდა შეწყდეს, უნდა გაუქმდეს ის მტრული რეზოლუციები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება. მე ურჩევ კიდევ ერთხელ ყველას ევროკავშირში ნუქმნიან საქართველოსგან მტრის ხატს. შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩის განცხადებაც შეაფასა, სადაც პეტერ ფიშერი ევროპის დღისადმი მიძღვნილ წერილს აკრიტიკებს. ქვეყნის პირველი კანონმდებლის განმარტებით გერმანელ დიპლომატს პრობლემები ვენის კონვენციასთან ერთად უკვე ზრდილობასთანაც აქვს. ცნობისთვის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის ელჩის სახეზე გამოქვეყნებული წერილის საპასუხოდ პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროკავშირს და მის წევრებს ლექციის წაკითხვა არ სჭირდებათ. ფიქრობდი, რომ ბატონ პეტერს მხოლოდ ვენის კონვენციასთან ჰქონდა პრობლემა და როგორც ჩანს მას დილობასთანაც პრობლემა აქვს და ძალიან სამწუხაროა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ, რაც გაუკეთა ამ ერთმა ადამიანმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას. ფაქტია, მთელი საზოგადოება სულ მოუთმენად ველით ოდის დატოვებს ის საქართველოს, დარჩა სულ რამდენიმე კვირა და მე მგონი მთელი ქვეყანა დაისვენებს ამ ქედმაღლური ზიზღისა, რომელიც პირდაპირ ისმის მისი თითოეული კომენტარისგან. ირანის პასუხი ომის დასრულების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების წინადადებაზე სრულიად მიუღებელია. მის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. მედიის ინფორმაციით თეირანმა ვაშინგტონს პაკისტანის მეშვეობით შესთავაზა ომის დაუყოვნებლივ დასრულება ყველა ფრონტზე. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადის შეჩერება და გარანტიები, რომ მომავალში ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე თავდასხმებს აღარ განახორციელებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებლად არ ჩაითვლება, ვიდრე ქვეყნიდან გამდიდრებული ურანის მარაგს არ გაიტანენ. მისივე თქმით, ირანში ჯერ კიდევ არსებობს გამდიდრების ობიექტები, რომლებიც უნდა დაიშალოს. ჩვენ მისი დიდი ნაწილი დავასუსტეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არსებობს და სამუშაო ჯერ კიდევ გასაკეთებელი, აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ CBS News-თან ინტერვიუში. უბრუნდეთ ისევ საქართველოს დიდ დიღომში ჭაშნაგირის ქუჩაზე გზის არეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 2500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. აღნიშნული ქუჩა დიდი დიღმის კერძო დასახლების როსტევანის, ნინო აბაშიძე ორბელიანის, ასმათის დავარისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩებს აღმაშენებლის ხეივანთან აკავშირებს. შესაბამისად, რეაბილიტაციის შემდეგ მოქალაქეებისთვის გადაადგილება მეტად კომფორტული იქნება. სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო. დიდ დიღომში ვასრულებთ ჭაშნაგირის ქუჩის რეაბილიტაციას. მნიშვნელოვანი პროექტია, იქედან გამომდინარე, რომ დიდი დიღმის კერძო დასახლებების რამოდენიმე ქუჩის საავტომობილო ნაკადი ამ გზის მეშვეობით უკავშირდება აღმაშენებლის ხეივანს, საკმაოდ ინტენსიური საავტომობილო მოძრაობა და დღეიდან გადაადგილება კომფორტული გახდება. ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. წერეთლის ქუჩის მესამე შესახვევში საავტომობილო გზის არეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სახელმწიფო რწმუნებული ზუგდიდის მერთან ერთად გაიცნო. გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. რეგიონის მასშტაბით აქტიურად ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციის პროცესს. ამჟამად მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ვეცნობით, სადაც როგორც ქალაქის, ასევე სოფლების ქუჩებში მიმდინარეობს სამუშაოები. გარდა ამისა, გზების ნაწილი ტენდერზეა, ნაწილი კი უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში კიდევ დამატებით ახალ ქუჩებზე დავიწყებთ სამუშაოებს. ვაგებთ ასფალტს, ეზოებამდე შიდა მისასვლელ გზებს და ასევე სანიაღვრე სისტემებს. წლის ბოლომდე ძალიან მნიშვნელოვან გზებს დავაგებთ და ეტაპობრივად მოსახლეობას მივაზრდით ინფორმაციას, ვინაიდან ეს იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება და მოსახლეობის ძალიან დიდი თხოვნა, რომ ეს ქუჩები კეთილმოგვეწყო. ბათუმმა კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა ევროპირველობაზე საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდებმა ასპარეზობა ჯამში 15 მედლით დაასრულეს. ეროვნულმა ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ასპარეზობა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ჩემპიონატში 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა.
საქართველოს უკვე მე-13 მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს კონტაქტურ კარატეში. მე მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ ქართველ სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეჯიბრებები უფრო მეტად პოპულარულს გახდის ამ სპორტის სახეობას და არაერთხელ მოუწევთ ქართველ სპორტსმენებს დიდ საერთაშორისო ტურნირზე ჩვენი ქვეყნის და ღირსების დაცვა. ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 80 კილოგრამ წონის კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ძალიან ბედნიერი ვარ. მე პირადად კარიერის განმავლობაში არაერთხელ მქონია ქართული ფინალი და ყოველთვის ძალიან ემოციურია. ძალიან რთულია რომ ქართულ სპორტსმენთან ერთად გიწევს ბრძოლა და რა თქმა უნდა შენი შესაძლებლობები უნდა გამოავლინო, რათა გაიმარჯო. მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს გაიმარჯო კიდევ ერთხელ და მე ჩემს გამარჯვებას ჩვენს პატრიარქს მივუძღვი. დიდი მადლობა საქართველოსა და ბათუმს შესანიშნავი ორგანიზებისთვის. ევროპის ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა. ძალიან მოგწონს თქვენი ორგანიზება და მოხარულები ვართ, რომ ევროპულ ორგანიზაციაში ასეთი წევრები გვყავს. რაც შეეხება შედეგებს, გარკვეულწილად მოულოდნელიც იყო. ეს ნათლად აჩვენებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბევრმა გუნდმა სერიოზული მზადება გაიარა. ასეთი იყო ახალი ამბები პოსტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.